საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარმოადგენდნენ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელ პირებს. აღნიშნული კომპანია სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხაშურისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში და საქართველოს მასშტაბით ასრულებდა ნაპირსამარხ სამუშაოებს. ბრალდებულები არ ახდენდნენ შემოსავლების სწორ დეკლარირებას, რის შედეგადაც დაახლოებით 5 წლის განმავლობაში განზრახ თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 670,000 ლარზე მეტი გადასახადის გადახდას, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. ბრალდებულებს ბრალდება ერთ-ერთს დაუსწრებლად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ, რომელიც თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ შესაბამისი დადგენილების საფუძველზე ძებნა გამოცხადება.